მოგესალმებით ყველას, როგორც იქნა მოვიდა ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტი, ასე რომ შემომიერთდით, ერთად ვცადოთ მისი დაყენება, ცოტა საკირკიტო საქმე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავს გავართმევთ. გადავიღებ before and after ვიდეოს, მოგასმენებთ თუ რა ხმას გამოსცემს ტრიუმფი Stock Exhaust-ით და მე ვნახოთ თუ რა ხმას გამოსცემს აი კენის დაყენების შემდეგ. წავედით. მოკლედ, ეს არის XIL-ის exhaust-ი, ესპანური ბრენდია, ესპანეთიდან გამოვწერე. საკმაოდ კაი ხარისხისაა, რასაც ვატყობ პირველად აქვს ამ ბრენდთან შეხება, მაგრამ კმაყოფილი ვარ ნამდვილად ხარისხით, ველდების, ანუ შენადუღის ხარისხითაც კმაყოფილი ვარ, ძალიან სუფთა ნამუშევარია. საინტერესო რა არის კიდევ რომ ამ exhaust-თან დაკავშირებით, რომ ეს არ არის full სისტემა, ეს იქნება link pipe სისტემა, ესე იგი რა ხდება? ვანაცვლებთ აი ამ კენით ჩავანაცვლებთ original cans, ხოლო silencer box-ი რაც დგას ტრიუმფის ქვეშ, უშველებელი 5, რაც კლავს მთლიან მუსიკალურობას ამ ბაიკის, ჩანაცვლდება აი ამ link pipe-ით. მაგრამ არის პრობლემა. პირველი პრობლემა ეს ბაფლი, ანუ მაყუჩი, რომელიც აი ესე ჩადის კენში, ეს ახშობს საკმაოდ დიდი რაოდენობით ხმას, მაგრამ ეს პრობლემა აღარაა, რადგანაც შეგვიძლია ამოვიღოთ, უბრალოდ რომ ჩადო და ამოიღო, კენი უნდა ჩახსნა, ანუ ზამბარები უნდა მოხსნა, სპრინგები უნდა მოხსნა და მთლიანად გამოიღო კენი, რომ ეს მაყუჩი ამოიღო. Ну, რაც თან არის პრობლემა, იმიტომ რომ ალბათ 99% ამ ბაიკზე გატარებული დროის ამის გარეშე ვივლი, ასე რომ შეგვიძლია გადავაგდოთ. კარგი, ეს ამოვიღეთ. მაგრამ ასევე კიდევ ერთი პრობლემა, რაც გვხვდება აქ, არის ის, რომ ამ link pipe-შიც მეორე მაყუჩი დგას, მეორე ბაფლი დგას და არის აი, თუ ხედავთ, იმედია. აი, ფოკუსი გააკეთე. აი აქ არის და არის ჩადუღებული 3 პატარა წერტილით. 1 2 3. ანუ იდეაში გათვალეს ყველა მიცის რომ ეს ყველა ვარიანტი უნდა ამოვიდეს და თვითონვე ანუ მთლიანად კი არ შემოადუღეს, უბრალოდ 3 ძალიან პატარა წერტილით დაადუღეს და ადვილია მისი მოხსნა იდეაში. ასე რომ ხელსაწყოები მომარჯვებული მაქვს. გადავწყვიტე უბრალოდ რომ ჩავჭრა და ეს ბაფლი ამოვიღო. პირველი ვიფიქრე რომ ჩემი ბულგარელი გამოვიყენო, მაგრამ ამ საქმისთვის ალბათ უფრო მეტი სიზუსტე გვჭირდება. აი, ბაიკი კონსტანტით ავწიეთ, მზად არის, რომ exhaust-ი მოვხსნათ. exhaust-ის ჩახსნა დიდი პრობლემა არ არის იდეაში, მაგრამ აი სერვო მოტორის მოხსნა, აი არ ვიცი, რამდენად მარტივი იქნება პირველად ხსნი. გამოვწერე აი ესეთი. გავაკეთა ფოკუსი? რა არ შვება? ხო, მოკლედ. Hiltec-ის აი ესეთი plug-in device-ი გამოვწერე, რომელიც უბრალოდ უერთდება სერვო მოტორის ნაცვლად და მოტოციკლი ჯერ კიდევ ფიქრობს, აგზელებს ფიქს, რომ ვითომ სერვო მოტორი აყენია ბაიკზე. და ფიქრობს რომ აი valve-ს ხსნის და კეტავს exhaust-ზე. ასე რომ ნახოთ აბა, რამდენად რთული ამბავი იქნება ყველაფრის გაკეთება. აი, მოკლედ, რას ვაკეთებთ? ეს არის ჩვენი სერვო მოტორი, რომელიც უნდა ამოვიღოთ და ძალიან რთული მისადგომია და ბრაკეტი არის დასკრუებული აქეთ მხარეს, შიდა მხრიდან. მაგარი საწოლებელი ამბავია და ეს ლაინები აქედან ჩადის სერვო მოტორიდან, ახლა განახებთ, ჩადის დაბლა აი აქ valve-ზე. exhaust-ის valve-ზე. ასე რომ ეს ყველაფერი უნდა ჩაიხსნას და მერე ჩავხსნით უკვე cans და მერე დავაყენებთ უკვე ყველაფერს დანარჩენს. ოკეი, ლაინების ბრაკეტი ჩავხსენით. მართალი გითხრათ, ჩემი კოწიცა თითებით ამის გაკეთება ეგეთი ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებლად გამოგვივა.
Okay. ეს თითქმის ჩაიხსნა. Okay, ხელით შეიძლება უკვე მოშვება. აი ამის მოხსნა არის რაღაც სასწაული. იმიტომ რომ შიგნიდან გარეთ არის დასკრუებული და დაჭერილი და ის თითქმის შეუძლებელია მოხსნა. თან სტარბითი ყოფილა და ჰექსბითით ვეწოლებოდი მე. Okay. ესეც ჩაიხსნა. Okay, ეხლა უნდა დავუშვათ ეს გარე ბოლტი. Okay, რაზომა ამაზე ჩვენ გვინდა სტარბიტი. თან გვინდა ცოტა მოზრდილი სტარბიტი. მოკლედ გადავანგრიე გარაჟი და TX50 ბიტი ვერსად ვერ ვნახე, სამსახურში მომიწია გადარბენა მოვიტანე. აი ეს არის ბოლტი, რომელიც უნდა მოუშვათ. ეს მოხსენი რამოდენიმე დღის წინ, როდესაც კონსტენდის ადაპტერს ვაყენებდი და მაშინ ალანკით მოხსენი და წაიღო რა, აგერ ძალიან დაჭერილი არ იყო ესე იგი, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ალანკით დავიწყე მოშვება, ოდნავ თავი მოუქექა და ეგრევე თავი დავანებე, რომ თავი არ გამეფუჭებინა სრულიად, თორემ მე მაგის მოხსნა იქნება სასწაული და მოვიტანე სამსახურიდან TX50 ბიტი და ეხლა ვნახოთ აბა რა სიზავს. ოჰო. მე მგონი მოიშვა. მე მგონი გადავრჩით. აჰა, როგორც იქნა გამოვიღე სერვომოტორის საშინელი მოსახსნელი იყო, კაროჩე, ჩემი კოტოტათითებით ვერ უდგებოდი. ეს ყველა კაბელი და ჰარნესები გადიოდა კლიპში, აი ამ კლიპში და ეკაჩებოდა არ მაძლევდა გამოტანის საშუალებას და ადგილიც არ იყო, რომ თითი შემეყო და გამომეღო ეს ყველაფერი. საშინელი მოსახსნელია მართალი გითხრათ. მაგრამ გავართვით ასე თუ ისე საქმეს თავი უბრალოდ ამის მიყენება მგონი მჭირდება უკან, ასე რომ ეს იქნება კიდე კაი დავიდარება. მაგრამ ეს რახან არ გვიშლის ხელს, აი ეს იყო ერთად შიგნით. აი ესეთი ბალკი რაღაცა იყო შიგნით გაკვეხებული, გაჭედილი და მიშლი და ვაფშე ყველაფერში ხელი არ შედიოდა არანაირად. ეხლა 100 ჯერ უფრო ადვილია კლიპის დაყენება და მოხსნა. Okay, როგორც იქნა ეს ჯანკიც ჩამოვიღე. კაი წონა მოაკლდება ეხა ჩემ ბაიქს. Footpack-ი, ბრაკეტი, რომელიც კაბელებს იჭერდა და ყველაფერი უკან დავაყენე. და მზადვართ იდეაში ახალი ეგზოუსტის დასაყენებლად. Link pipe-ის და მაყუჩის. ასე რომ მოდი ავაწყოთ ეხლა. Okay, როგორც იქნა მორჩი, კაი საწვალებელი საქმე იყო, მართალი გითხრათ. განსაკუთრებით სერვომოტორის მოხსნა თავის ბრაკეტით და ეს ყველა ეგზოუსტი არის ხელით გაკეთებული, რა თქმა უნდა და არც თუ ისე კარგად ერგება, ცოტა უნდა ეჭიდაო, რომ მოტოციკლეტებს მოარგო, ეგრე იყო კავასაკიზეც, ეგრე იყო ჩემი მეგობრის ბაიკებზეც, ეგრე არის ამაზეც, იმენა უნდა ეჯაჯგურო, რომ ჩასვა თავის ადგილას, მაგრამ რა გამოვიდა, მე მგონი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ხო და მოდი ახლა გავტესტოთ თუ რა ხმა აქვს.